ახლა გადავიდეთ არადეკლარაციული მეხსიერების ერთ-ერთი ფორმის კლასიკური განპირობების განხილვაზე. კლასიკური განპირობება დასწავლის შედარებით უფრო რთული ფორმაა, ვიდრე ზემოთ განხილული სენსიტიზაცია და ჰაბიტუაცია. ამ დროს ჩვეულებრივ ორგანიზმი სწავლობს ერთი ტიპის სტიმულის დაკავშირებას მეორესთან. კლასიკური განპირობება რეფლექსების უფრო დიდ და ხანგრძლივ გაძლიერებას იწვევს, ვიდრე ზემოთ განხილული მაგალითები. აპლიზიის შემთხვევაში ლაყუჩის გაწევის უპირობო რეფლექსი ორი გზით შეიძლება აღიძრას. ეს არის სიფონის და მასთან მიმდებარე მანტიის უბნების სტიმულაცია. სიფონი და მანტია სენსორული ნეირონების სხვადასხვა ჯგუფითი ნერვირდება. ასე რომ თუ განსაზღვრულ უბანზე მოქმედი რაღაცა არაკონდიციური სტიმული კონდიციურ სტიმულთან შეუღლდება, მაშინ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ რეფლექსურ გზაში შეიძლება ჩამოყალიბდეს კლასიკური განპირობება. თანაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და იმ გზაში, სადაც აღნიშნული ფენომენი ჩამოყალიბდება, ადგილი აქვს პასუხის ძალიან მნიშვნელოვან გაძლიერებას. კლასიკურ განპირობებაში კონდიციური და არაკონდიციური გაღიზიანების მიწოდების დრო არის ძალიან კრიტიკული ფაქტორი. კონდიციური სტიმული აუცილებლად უნდა უსწრებდეს წინ არაკონდიციურ სტიმულს. ლაყუჩის გაწევის რეაქცია შეიძლება მიღწეული იყოს კუდის სტიმულაციითაც. რა ხდება ამ დროს? ჩვეულებრივ ამ დროს აქტივდება ის ინტერნეირონები, რომლებიც შიფონთან და მანტიასთან დაკავშირებულ სენსორულ ნეირონებთან წარმოქმნის აქსო-აქსონურ კონტაქტებს. პრესინაფსური გაადვილება ქცევით სენსიტიზაციას უზრუნველყოფს და თუ არაკონდიციური სტიმული კუდზე და კონდიციური სტიმული შიფონსა ან მანტიაზე ისე იქნა მიწოდებული, რომ კონდიციური გაუსწრებს არაკონდიციურს, მაშინ არაკონდიციური სტიმულით გააქტივებული მოდულატორული ინტერნეირონები სენსორულ ნეირონებს ააქტივებს მაშინვე, როგორც კი ამ უკანასკნელზე კონდიციური სტიმული იმოქმედებს. სენსორული ნეირონების ასეთი თანმიმდევრული აქტივაცია განსაზღვრული ინტერვალით დიდ პრესინაფსურ ფესილიტაციას იწვევს. ფესილიტაცია რო გაადვილება, ეს მე მგონი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ადგილი აქვს ძლიერ გაადვილებას. გარდა ამ ფესილიტაციისა, ყალიბდება კლასიკური განპირობების რეაქცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ არაკონდიციური და კონდიციური სტიმულაციის რამოდენიმეჯერ შეუღლება. შედეგად, ლაყუჩის გაწევის რეაქციას გვაძლევს მხოლოდ კუდის სტიმულაციაზე. ხლა, ზემოთ ნახსენებ ძლიერ ფესილიტაციას პრე და პოსტსინაფსური კომპონენტები გააჩნია. კონდიციური სტიმულის გზის აქტივაცია სენსორული ნეირონის პრესინაფსში კალციუმის შესვლას იწვევს და ეს კი კალციუმის დამაკავშირებელ ცილა კალმოდულინს ააქტივებს. გააქტივებული კალციუმ-კალმოდულინი ადენილად ციკლაზას უკავშირდება, აძლიერებს მის პასუხს სეროტონინზე და ზრდის ციკლური ადენოზინ მონოფოსფატის წარმოქმნას. ადენილად ციკლაზა დამთხვევის დეტექტორის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც ის ცნობს როგორც კონდიციურ, სენსორულ ნეირონში სპაიკების აქტივობასა და კალციუმის შესვლას, ისე არაკონდიციურ სტიმულს, როგორც არის კუდის სტიმულაციით გამოთავისუფლებული სეროტონინი. და ორივეს მოლეკულურ რეპრეზენტაციას პასუხობს ერთდროულად. პოსტსინაფსური მექანიზმი სენსორული ნეირონისკენ მიმართული რეტროგრადული სიგნალია. როდესაც კონდიციური და არაკონდიციური სტიმულები სწორედ უღლდება, მაშინ მოტონეირონი მოქმედების პოტენციალის
ჯგუფს წარმოქმნის და უჯრედის დეპოლარიზაცია რეცეპტორიდან მაგნიუმის ბლოკს ხსნის. კალციუმი შედის უჯრედში, რაც რეტროგრადული მესენჯერის წარმოქმნას განაპირობებს, რომელიც მერე უკვე პრესინაფსური ტერმინალიდან მედიატორის, ნეიროტრანსმიტერის გამოთავისუფლებას აძლიერებს. ეხლა, უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ისევე როგორც დასწავლის უმეტესი ფორმისთვის, მათ შორის აი ამ განპირობებისთვის, კლასიკური განპირობებისთვისაც გამეორება ცოდნის დედა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. რაც იმას ნიშნავს, რომ გამეორება მეხსიერების კონსოლიდაციას განაპირობებს და ხდება ამ დროს მეხსიერების ხანმოკლე ფორმის გადასვლა ხანგრძლივში. აღნიშნული მოვლენა ყველაზე უკეთ სენსიტიზაციის მაგალითზე იყო შესწავლილი. აპლიზიაში დასწავლის ერთჯერადი პროცესი, ან სენსორულ ნეირონზე სეროტონინის ერთხელობრივი აპლიკაცია ჩვეულებრივ იწვევს ხანმოკლე სენსიტიზაციას, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე წუთი გრძელდება და ახალი ცილების სინთეზთან არ არის დაკავშირებული. რამოდენიმე ტრეინინგი კი უკვე ხანგრძლივ სენსიტიზაციას აღწევს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს დღეების განმავლობაში და როგორც წესი ასოცირებული, ანუ დაკავშირებულია ახალი ცილების სინთეზთან. დამატებითი ტრეინინგებით სენსიტიზაცია შეიძლება რამოდენიმე კვირის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. ეს მიუთითებს, რომ ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება ორი დამოუკიდებელი, მაგრამ გადაფარვადი პროცესია. კერძოდ, როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი მეხსიერება მოიცავს რამოდენიმე სინაფსურ უბანში, მათ შორის სენსორულ და მოტონეირონებს შორისაც კავშირის გაძლიერებას. ასევე როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი მეხსიერების პირობებში სინაფსური კავშირის სიძლიერის გაზრდა დაკავშირებულია ტრანსმიტერის გაძლიერებულ გამოყოფასთან და ერთი და იგივე ტრანსმიტერი ერთხელობრივი სტიმულაციისას ხანმოკლე ფასილიტაციას იწვევს და ჯერადი სტიმულაციისას კი უკვე ხანგრძლივს. ასევე ციკლური ადენოზინ მონოფოსფატი და პროტეინ კინაზა ორივე შემთხვევაში კრიტიკულია. ანუ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ხანმოკლე, ისევე ხანგრძლივი მეხსიერების პროცესში. მიუხედავად მსგავსებისა, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერებები არის რადიკალურად განსხვავებული პროცესები. პროცესს, როდესაც ადგილი აქვს ხანმოკლე მეხსიერების გადასვლას ხანგრძლივში, უწოდებენ კონსოლიდაციას. ხანგრძლივი არაცნობიერი მეხსიერების კონსოლიდაცია სამ ძირითად პროცესს მოიცავს. ესენია გენთა ექსპრესია, ახალი ცილების სინთეზი და სინაფსური კავშირების გაზრდა. იგივე ლაყუჩის გაწევის რეფლექსის ხანგრძლივი სენსიტიზაცია აპლიზიაში ორ მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. ეს არის პროტეინ კინაზა A-ს მდგრადი აქტივობა და ახალი სინაფსური კავშირების ზრდა და სტრუქტურული ცვლილებები. ხანგრძლივი სენსიტიზაცია, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დაკავშირებული არის ახალი ცილების სინთეზთან. ამის გამომწვევ მექანიზმზე გადართვა პროტეინ კინაზა A-ს საშუალებით არის უზრუნველყოფილი, რომელიც მიტოგენ აქტივირებად კინაზას, MAP კინაზას ააქტივებს და ისინი ერთად ბირთვში მიემართებიან, სადაც მოქმედებენ ციკლურ AM-ებზე მოპასუხე ელემენტთან, ეგრეთ წოდებულ კრებთან და ახდენენ მის ფოსფორილირებას. კრებ 1-ის აქტივაციისთვის საჭირო არის ის, რომ კრებ 2-ის რეპრესორული მოქმედება მოიხსნას.
ითვლება, რომ კრებ 2-ის საშუალებით ჩვეულებრივ კრებ 1 როგორც წესი დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფება და კრებით აქტივირებად ერთ გენში ჩაწერილია ინფორმაცია უბიკვიტინ ჰიდროლაზაზე, რომელიც უბიკვიტინ პროტეაზას კომპონენტია და პროტეინ კინაზა ას რეგულატორული სუბერთეულის პროტეოლის იწვევს. რეგულატორული სუბერთეულის დაშლა კი პროტეინ კინაზა ას მდგრად აქტივობას განაპირობებს, რაც აი ამ პროტეინ კინაზას სუბსტრატული ცილების მდგრადი ფოსფორილირების მიზეზია. ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკური ჯაჭვის სახით იკვრება, ხო? კრებით აქტივირებადი რაღაცა სხვა ტიპის მეორე გენი ტრანსკრიფციის ფაქტორ CEBP-ის წარმოქმნის, რომელიც DNM-ის მოპასუხე ელემენტს CAAT-ს უკავშირდება და ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ სინაფსის ზრდისთვის საჭირო ცილების გენებს ააქტივებს. სწორედ ასეთი მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი ხდება, ესე იგი, რაღაცა ახალი ცილების სინთეზი და მეორე ხდება ახალი სინაფსების წარმოქმნა. ხა, ჩვენ ფაქტიურად შევეხეთ უკვე არადეკლარაციული მეხსიერების ყველა ძირითად ფორმას და განვიხილეთ მათი უჯრედული მექანიზმები. ეხლა რაც შეეხება დეკლარაციულ მეხსიერებას, უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუმწოვრებში ცნობიერი, ანუ დეკლარაციული მეხსიერების სუბსტრატად განიხილავენ ჰიპოკამპალურ ფორმაციას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი დასწავლისა და მეხსიერებისთვის და ეს დღესდღეობით უკვე საყოველთაოდ აღიარებულია და ჰიპოკამპალური ფორმაცია წარმოადგენს მედიალური ტემპორალური სისტემის რაღაც განსაზღვრულ კომპონენტს და თავის თავში მოიცავს საკუთრივ ჰიპოკამპს, დაკბილულ ფასციას, სუბიკულუმს, პრედაპარასუბიკულუმსა და ენტორინალურ ქერქს. საკუთრივ ჰიპოკამპი თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ველად, რომელიცაც ლორენტე დენომ თავის დროზე უწოდა CA1, CA2 და CA3 ველები. აღნიშნული სახელწოდება მოდის იქედან, რომ ჰიპოკამპს ლათინურად ქვია კორნუ ამონი, ანუ ამონის რქა და სწორედ აი ამ სახელწოდების ინიციალებია აღებული აღნიშნული ველების დასათაურებისთვის. ეხლა აღნიშნული სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან ჰიპოკამპალურ ფორმაციას, გამოირჩევიან იმით, რომ მათ გააჩნიათ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული შიდა კავშირები, ეგრეთ წოდებული ინტრაჰიპოკამპალური კავშირები და სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტი ჰიპოკამპალური ფორმაციისა ძალიან მოწესრიგებულ პროექციებს აგზავნის მეზობელი უბნებისკენ, ან სხვა რომელიმე სტრუქტურისკენ ფორმაციის ფარგლებში და გარკვეულწილად იკვრება ხოლმე ხშირად წრე. ანუ რეალურად ადგილი გვაქვს ინტრაჰიპოკამპალურ წრესთან. როგორც წესი, ძირითადი სენსორული ინფორმაციის შესვლა ჰიპოკამპში ხდება ენტორინალური ქერქიდან და ამიტომ მას განიხილავენ როგორც ჰიპოკამპალური ფორმაციის კარიბჭეს. ენტორინალური ქერქიდან ინფორმაციის შესვლა ხდება სპეციალური გზის საშუალებით, რომელსაც პერფორირებული გზა ეწოდება. პერფორირებული გზა თავის მხრივ სხვადასხვა ტიპის კონებს მოიცავს, ეს იქნება ლატერალური თუ მედიალური პერფორირებული გზა და შესაბამისად განსხვავებულ უბნებზე პროეცირდება. ეხლა უნდა აღინიშნოს, რომ პერფორირებულ გზას სიგნალი შეაქვს ან საკუთრივ დაკბილულ ფასციაში, ან უშუალოდ CA1 და CA3 ველებში. თავის მხრივ დაკბილული ფასციიდან ხდება სპეციალური ბოჭკოების გაგზავნა CA3 ველისკენ და ამ ბოჭკოებს უწოდებენ ხავსისებრ ბოჭკოებს. CA3 ველის ნეირონები და საერთოდ აქვე აღნიშნავ, რომ ჰიპოკამპის, საკუთრივ ჰიპოკამპის ძირითადი ნეირონები არიან პირამიდული ნეირონები და მოგეთ CA3 ველის პირამიდული ნეირონები შაფერის კოლატერალებს აგზავნიან უკვე CA1 ველის პირამიდული ნეირონებისკენ და იქ მყოფი ინტერნეირონების